რეფორმის შეფასებას დავიწყებდი ესეთნაირად, რომ ვინ არის ზოგადად მონაწილე ბენეფიციარები თეორიულად ვინ უნდა იყოს რეფორმის, ხო? პირველ რიგში ეს არის სტუდენტი, მე მხოლოდ უმაღლეს განათლებით შევეფარებ სკოლაში ამჟამად. ეს უნდა იყოს სტუდენტი, ეს არის უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემა, ეს არის ქვეყანა, ხო? სამ მასე კონცენტრირდება და ნახოთ თითოეული რას მიიღებს ამ რეფორმის შედეგად და იმის მიხედვით შევაფასოთ რეფორმის აღდგენა. მე პირადად დადებითი ვერაფერი ვერ ვნახე და არ შემიძლია ამ წუთას თქვენ წინაშე რაიმე დადებითი თქვა, რაც მოუტანს ნება სტუდენტს, უნივერსიტეტებს თუ ქვეყანას. თუმცა შემიძლია ჩამოთვალოთ მრავალი უარყოფითი რამ, რასაც ეს რეფორმა გვიქარებს. პირველი დავიწყოთ სტუდენტით. პირველ რიგში მინიმუმ სტუდენტს შეეზღუდება არჩევა, ხო? იმიტომ რომ თუ მანამდე, თუ აქამდე ბენდი სტუდენტს აქვს საშუალება, რომ პროფესიას, რასაც ის აირჩევს, დაეუფლოს რამდენიმე უნივერსიტეტში, ბევრგან არის ესა თუ ის პროფესია წარმოდგენილი, ამ რეფორმის დასრულების შემდეგ გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება სტუდენტს დაეუფლოს პროფესიას. ეს თავისთავად გარდა იმისა, რომ სტუდენტს უზღუდავს, რა თქმა უნდა, ეს ქიან დაანგრევს უნივერსიტეტებს, რომლებიც ახლა არის საქართველოში. და მე დავეთანხმები ბატონოს, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარების დონეზე, იმ დონეზე, რა დონეზე ჩვენ ავართ, უნივერსიტეტები ბევრად უფრო კარგი გვაქვს, ვიდრე ჩვენნაირ ტიპის ქვეყანას შეესაბამება. ისევე როგორც ვთქვათ, ასევე ვიტყოდი ალბათ ჰოსპიტალებზე, თქვა ჯანდაცვის სისტემაზე, ალბათ ჩვენ და საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სამართლებრივი იყო, როგორც წესით ჩვენნაირი განვითარების ქვეყანას არ დაგქონდეს, ისეთი უნივერსიტეტები გვაქვს, როგორც წესით ჩვენნაირი ერთ სულ მოსახლეზე კლიანტში და პროდუქტის მქონე ქვეყანას არ დაგქონდეს. მაგრამ გვაქვს, ეს არის ჩვენი მონოპოლია და ალბათ ბოლოს, რასაც უნდა შეხებოდა ხელისუფლება, ეს იქნებოდა ეს უნდა ყოფილიყო განათლების სისტემა. ეხლა რო შევხედოთ უნივერსიტეტებს. უნივერსიტეტების სისტემა ხალხსახად დამანგრეველი, იმიტომ რომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ რაღაცა ერთი მიმართულება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებები დარჩეს უნივერსიტეტებს. აი მაგალითად, პრაქტიკულად როგორ შეიძლება ეს შესრულდეს. აი მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომელ უნივერსიტეტში უნდა იყოს. როცა მრავალ უნივერსიტეტში არის ძალიან კარგად წარმოდგენილი. თორსტები ილიას უნივერსიტეტში აკრედიტაციის აკრედიტაციაც აქვს, გავილი ეს არის უმაღლესი დონის ამერიკული აკრედიტაცია. ოდითგანვე იყო TSU-ში, იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელი უნდა შეიჩეს ახლა. ალბათ სხვა მიმართულებები. ყველაზე მთავარი ის არის, დღეს ხედვა ის რომ ადამიანი რაღაცა პროფესიას ირჩევს, არის ალბათ მინიმუმ ნახევარი საუკუნის ძველი. იმიტომ რომ მაგალითად სილიკონის ველზე სტარტაპების 70% არის ბიოტექნოლოგიური სტარტაპი. აი მაგალითად ადამიანს რომელსაც უნდა რომ მომავალში ბიოტექნოლოგიური სტარტაპის შემოქმედი იყოს, იმ ადამიანმა რა პროფესია უნდა აირჩიოს. ეს შეიძლება რა პროფესია უნდა აირჩიოს. მე გეტყვით რომ ალბათ აი ამ არსებულ სისტემაში ადამიანს ჰქონდა საშუალება რომ ვთქვათ მეიჯორი აიღო ბიზნეს ადმინისტრირება ესწავლა, მე რამდენიმე მაინორი დაემატებია 60 კრედიტიანი ბიოლოგია ესწავლა, ინფორმატიკა ესწავლა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და რაღაცა თავისი წარმოდგენით არჩევითი საქმეების და არჩევითი მოდულების მეიჯორის და მაინორის გამოყენებით რაღაცაა შეიკოწებია ის ცოდნა, რაც მას მიაჩნდა რომ სამომავლოდ ყველაზე უფრო გამარჯვება. ეხლა წარმოიდგინეთ რომ შეიძლება უნივერსიტეტში არ არსებობს შეიძლება აღმოჩნდეს რომ არც ერთ უნივერსიტეტში არ არის ერთდროულად ბიზნესის ადმინისტრირება, ბიოლოგია და ინფორმაციული ტექნოლოგია, იმიტომ რომ ერთი ნაწილი წავიღე სადღაც, მეორე ნაწილი წავიღე სადღაც, გამოდის სტუდენტს მოუწევს სხვა უნივერსიტეტში დაეუფლოს თავის პროფესიას თუ რა გააკეთოს. დღეს სოფლიო წავიდა იქითკენ რომ პროფესიები არის ინტერდისციპლინური და ამ დროს უნივერსიტეტებში მოხდეს კაფეო გამიჩნდა რაღაც პროფესიების დატოვება ზოგიერთ უნივერსიტეტში არის სრულიად წარმოუდგენელი და არის ძალიან მრავალი ათწლეულით გადადგმული უკუნაბიჯი.